გამარჯობათ პატივცემულო ჭადრაკის მოყვარულებო. Ამ ვიდეოში ჩვენ განვიხილავთ როგორ ჩავსვათ შამათი მეფით და ლაზიერით, მარტოხელა მეფის წინააღმდეგ. მოგება ამგვარ ენჭპილში, როგორც აქამდე განხილულებში, არ წარმოადგენს სირთულეს. მიზნის მიღწევა შესაძლებელია უფრო სწრაფად, იმიტომ რომ ლაზიერი ყველაზე შემტევი ფიგურაა, ყველაზე მეტ უჯრას აკონტროლებს. ამიტომ შამათის ჩასმა უფრო სწრაფად არის შესაძლებელი, როგორც წესი 10 სვლა საკმარისია, რომ ჩავსვათ შამათი. მაგრამ მინუსი ერთადერთი ის არის, რომ უბრალოდ საპატე პოზიციების რისკი უფრო მეტია და მაგალითზე შემდეგ გავიგეთ თუ როგორ შევიმციროთ ეს რისკები. მოდით გადავიდეთ პირდაპირ დიაგრამაზე. აქ როგორც ხედავთ, ტიპიური საშამათე საფინალო პოზიცია, როდესაც ლაზიერი უცხადებს ქიშს მეფეს, ხოლო თეთრი მეფე კი H-ვით და B-ვით უჯრებს ართმევს მას მეშვიდე ჰორიზონტალზე. ლაზიერის შემთხვევაშიც, როგორც ხედავთ, მეფის დაშამათება შესაძლებელია მხოლოდ დაფის კიდეზე ან კუთხეში და ეტლისგან განსხვავებით ლაზიერს შეუძლია უბრალოდ წინ და წინ გეტყვით მეფის დახმარების გარეშე, ესე იგი შეავიწროოს მოწინააღმდეგის მეფე. გადავიდეთ შემდეგ პოზიციაში. აი აქ როგორც ხედავთ, თეთრი მეფე F6-დან იცავს ლაზიერს G7-ზე, ხოლო ლაზიერი უცხადებს ქიშს და შესაბამისად შამათია შავი მეფისთვის. შემდეგი პოზიცია. აქაც შავი მეფე იცავს C3-დან C2-ზე ყოფ ლაზიერს, ხოლო ლაზიერი უცხადებს ქიშს მეფეს და ეს არის შამათი. შემდეგი პოზიცია. აქაც როგორც ხედავთ, ლაზიერი, შავი ლაზიერი E1-დან უცხადებს ქიშს თეთრ მეფეს, ართმევს F2 უჯრას მას ასევე, ხოლო G2 და H2 უჯრებს ართმევს შავი მეფე მას. და ეს არის შამათი. აქ, ესე იგი, ჩვენ ამ პოზიციაში ეს არის შამათის წინა პოზიცია, როდესაც ჩვენ შეგვიძლია სამნაირად ჩავუსვათ შამათი შავ მეფეს. ლაზიერს შეუძლია როგორც ბოლო ჰორიზონტალიდან გამოუცხადოს შავ მეფეს ქიში და ეს იქნება შამათი ორივე შემთხვევაში, ასევე შეუძლია უფრო ახლოდან E7-დან დაშამათება. ვნახოთ შემდეგი პოზიცია. აქ ბევრნაირად შეიძლება ჩაუსვათ ორ სვლაში შამათი თეთრ მეფეს. მაგალითად, პირველი სვლა შეგვიძლია ფორსირებულად, ესე იგი, ლაზიერი F2 ქიში უთხრათ, მეფე გავა D1-ზე და D2-დან ჩაუსვათ შამათი. შემდეგ შეგვიძლია ვითამაშოთ ლაზიერი H2 და მეფემ რაც არ უნდა ითამაშოს, თუ ითამაშებს თქვათ D1-ზე, ჩაუსვამთ D2-დან შამათს, თუ ითამაშებს F1-ზე, მაშინ F2-დან ჩაუსვამთ შამათს. საწყის პოზიციაში კიდევ შეგვიძლია თქვათ ვითამაშოთ ლაზიერი E4 და ეხა ორი ვარიანტი აქვს თეთრ მეფეს, ან უნდა წავიდეს D1-ზე და მიიღებს შამათს B1-დან, ან უნდა წავიდეს F1-ზე და მიიღებს H1-დან შამათს, როგორც ხედავთ. აი ესე მეფე აკონტროლებს E2 და F2 უჯრას, ხოლო G2-ს და პირველ ჰორიზონტალს აკონტროლებს შავი ლაზიერი. საწყის პოზიციაში შეგვიძლია ვითამაშოთ სხვანაირადაც, მაგალითად ვითამაშოთ ლაზიერი F5. ამ შემთხვევაში ვაიძულებთ მეფეს ითამაშოს D1-ზე და B1-დან შამათს უსვამთ. აქ კიდევ არის სვლა, აი ასეთი სვლა მეფე D3 და ერთადერთი სვლა აქვს, ესე იგი, მეფეს უნდა ითამაშოს D1-ზე და F1-დან ან D2-დან შეგვიძლია ჩაუსვათ შამათი. მაგრამ აქ დავაკვირდეთ ერთი სვლა ძალიან ცუდი და ისიც არ უნდა ვითამაშოთ. ლაზიერი F3. ამ შემთხვევაში ჩვენ ქიშს არ უცხადებთ თეთრ მეფეს, მაგრამ როგორც ხედავთ, ძალიან შევავიწროვეთ, ხო? F1 და D1 უჯრები კონტროლირებულია ლაზიერის მხრივ, ხოლო D2, E2, F2 უჯრები მეფის მხრივ. და ეს არის პატი. და მოგებულ პოზიციას დავასრულებთ ხარით. ეს პოზიცია ამოვწურეთ, მოდით გადავიდეთ შემდეგ პოზიციაში.
მოდით შევეცადოთ ამ პოზიციაში დავაშამათოთ შავების მეფე. პირველი მეთოდი, რომელსაც გაჩვენებთ, მოიცავს, ესე იგი, ლაზიერის და მეფის ურთიერთქმედებას. მეორე მეთოდი იქნება, მხოლოდ ლაზიერით შევავიწროვებთ მეფეს, შემდეგ მოვიყვანთ ჩვენს მეფეს ახლოს და გამოუცხადებთ შამათს შავ მეფეს. მოდით პირველი ვნახოთ, ცოტა ისეთი კომპლექსური მეთოდია. მაგალითად, პირველ რიგში ვუზღუდავთ მეფეს გადაადგილებას აი ამ მონაკვეთში და პლუს კიდევ ვართმევთ დიაგონალზე ამ უჯრებს. მეფეს შეუძლია, თქვათ, წავიდეს, რა ვიცი, შეუძლია F4-ზე წავიდეს, ჩავიდა, თქვათ, E6-ზე. ამ შემთხვევაში მოვიყვანოთ მეფე E5, მეფე F3. ეხლა როგორც ხედავთ, მეფე ისე უნდა ჩავიდეს E6-ზე. ანუ თუ დაფის კიდისკენ თვითონ წავიდა, მაშინ უფრო ლაზიერით შევავიწროვებთ, ხო? მოუჭრით გზას. შავები ცდილობენ, რომ ცენტრში რაც შეიძლება დიდხანს იყვნენ. მეფე F4, მეფე F6, აქ ლაზიერი D6, სხვანაირადაც შეიძლება. მეფე F7, მეფე G5. ეხლა დააკვირდით, როგორ აქვს მოჭრილი შავებს გადაადგილება, ხო? შეუძლია მხოლოდ 1, 2, 3 უჯრაზე. მეფე R-ის შემთხვევაში არ უნდა ვითამაშოთ მეფე F6, ეს იქნება პატი. მეფე R-ის შემთხვევაში ჩვენ ვთამაშობთ ლაზიერი C7, მეფე F8, მეფე F6 და სადაც არ უნდა წავიდეს, თუ თქვათ R8-ზე მოვა, E7-დან შამათი, თუ G8-ზე, მაშინ G7-დან შამათი. ხოლო ამ პოზიციაში თუ ითამაშა შავებმა მეფე G7, მეფე G8-ზეც იგივე ლაზიერი E7-ს ჩავდიოდით. აქ უკვე უცხადებთ ქიშს, როგორც ხედავთ, მეფეს დარჩენილი აქვს მხოლოდ აი ამ უჯრებს აკონტროლებს თეთრი მეფე. დარჩენილი აქვს მხოლოდ G8 და A8 უჯრა. მეფე A8, ვთქვათ. და აქ არ უნდა ვითამაშოთ ცუდისვლა ლაზიერი F7, რაც ისევ წარმოქმნის პატს და მოგებულ პოზიციას დავასრულებთ ყაიმით. ანუ ჩვენ უნდა დავუტოვოთ აი ამ მეფეს, აი ეს ორი უჯრა. და თქვათ მეფე თუ ყავს A1-ზე, შემდეგ უახლოვდებით მეფით, მეფე G6, მეფე G8 და აქ როგორც გინდათ ისე ჩასვამთ შამათს. საწყის პოზიციაში დავბრუნდეთ და ვნახოთ ის გეგმა, რომელიც მეორე გეგმად გამოვაცხადე. ანუ ლაზიერით ვავიწროვებთ მეფეს, ვაიძულებთ მას დადგეს დაფის კიდეზე ამ კუთხეში, მივამწყვდევთ, შემდეგ მოვიყვანთ მეფეს და ვაშამათებთ. ლაზიერი D3, თქვათ მეფე E6-ზე, ლაზიერი D4. ანუ კიდევ უფრო ვავიწროვებ. ეხლა ვთქვათ მეფე E7. მეფე E7-ზე ლაზიერი D5. კიდევ უფრო ვავიწროვებ. აქ ორს ვაქვს, ან F6-ზე, ან ჩავიდეს ქვევით მერვე ჰორიზონტალზე, ხო? თქვათ F6-ზე თუ ითამაშა, მაშინ ერთსულას გავაკეთებ მეფით. მოუახლოვდები. თუ ისევ ჩავა, შეგვიძლია მოუჭრათ გზა. აქ უნდა ითამაშოს ესე. თქვათ A7-ზე და რადგან უკვე დაფის კიდეზეა, შეგვიძლია უბრალოდ მოუჭრათ მას G-ვერტიკალი. მეფეს აქვს სასიარულოდ 1, 2, 3 უჯრა. თქვათ ითამაშა A6-ზე, მოვდივართ მეფით. ითამაშა A7-ზე, თქვათ ვავიწროვებთ და ვუტოვებთ აუცილებლად ორ უჯრას სამოძრაოდ. მეფე A8, აქ არ უნდა ვითამაშოთ ლაზიერი G6 პატის გამო. მეფე E4, უახლოვდებით მას და აქ სვამთ შამათს. ესე იგი, გეგმა არის მარტივი, როგორც ხედავთ, მეორე ვარიანტის შემთხვევაში უბრალოდ ლაზიერით ვავიწროვებთ მოწინააღმდეგის მეფეს, როდესაც ის აღმოჩნდება დაფის კუთხეში და დარჩება მხოლოდ ორი უჯრა სამოძრაოდ, ორი კუთხის უჯრა, მოვდივართ მეფით და უცხადებთ შამათს. გადავიდეთ შემდეგ პოზიციაში. ეხლა განვიხილოთ საპატე პოზიციები. ზედმეტად
არ უნდა გავერთოთ მოწინააღმდეგის გადაადგილების შეზღუდვაში, ხო? ამ შემთხვევაში F6-დან ლაზიერი უტევს B ვერტიკალზე B7 ბერვა უჯრებს, ასევე C7 დერვა უჯრას. ქიში არ არის, მეფე ვერსად ვერ მიდის, არის პატი. შემდეგი პოზიცია. როგორც ხედავთ, აქაც ძალიან გაერთო თეთრები. როგორც ხედავთ, G7-ზე მას ართმევს უჯრებს თეთრი მეფე, ხოლო დანარჩენ უჯრებს ლაზიერი. ქიში არ იყო ნათქვამი, არის პატი. ამ პოზიციაშიც ლაზიერი ართმევს თეთრ მეფეს ძალიან ბევრ უჯრას, ქიში არ იყო ნათქვამი და არის პატი. ამ პოზიციაშიც როგორც ხედავთ, ბოლოსვლა ეთყობა იყო ლაზიერი G3. ძალიან შეუზღუდეს თავისუფლება ერთი უჯრაც არ დაუტოვეს სამოძრაოდ თეთრ მეფეს. ეს შეცდომა ხშირად მოძდით დამწყებ მოჭადრაკეებს, ამიტომ ყოველთვის დავიმახსოვროთ წესი, რომ უტოვებთ მეფეს კუთხეში ორ უჯრას სამოძრაოდ. მე ამაზე დაგემშვიდობებით, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, არ გამოტოვოთ, გვადევნეთ თვალყური. ნახვამდის.